ბიზნეს კონტაქტი კვლავ ეთერშია და განვაგრძობთ გამოშვებას. მას ასე შეიქმნება თუ არა ორი საცალო ბაზარი. დერეგულირებული კომერციული სეგმენტი და რეგულირებული მოსახლეობის ნაწილი. იურიდიული პირები, რომლებიც დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარენ, შესაძლებელია მათ პირდაპირ ვაჭრობის საშუალება მიეცეთ. იქამდე კი ვიდრე უშუალოდ სტუმართან გადავინაცვლებთ და ვესტები კონკრეტულ კითხვებზე პასუხების მიღებას, ძალიან მოკლედ ვესტები მაყურებლისთვის განვმარტო თუ რას ნიშნავს დერეგულირებული კომერციული სექტორი. მაგალითად, თუ აღმოსავლეთ ევროპის გამოცდილებას გავითვალისწინებთ, ასეთ დროს იურიდიულ პირებს შორის მიმდინარეობს თავისუფალ რეჟიმში ვაჭრობა და ამ შემთხვევაში ბიზნესს სხვადასხვა მომწოდებლებთან დასაკავშირებლად უფრო მეტი ბერკეტი გააჩნიათ. სამექის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბატონი ნუგზარ ბერიძე გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში და მასთან ერთად მიმოვიხილავთ საკითხის მნიშვნელოვან ასპექტებს. მოგესალმებით ბატონო ნუგზარ, დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და იღებთ მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში. პრინციპში გასაგებია რომ მიმდინარეობს მოდელზე ამ შემთხვევაში მუშაობა და ეს პროცესი საკმაოდ გრძელვადიანია, როგორც ჩემთვის ცნობილია. თუმცა რეალურად რა შეიცვლება ბაზრისთვის, როგორ შეიცვლება ბაზრის კონიუნქტურა, გისმენთ? გამარჯობა, დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისათვის. პირველ რიგში მე მინდა ტერმინოლოგიურ საკითხზე ვისაუბრო, რაც ეხება დერეგულირებას. დერეგულირება კანონმდებლობით განმარტებულია და არის საქმიანობა ტარიფისა და ლიცენზიის გარეშე. რაც ეხება ესე ვთქვათ ბაზრის გახსნას, ამ შემთხვევაში უფრო ლაპარაკი არის ბაზრის ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციაზე და ეს საკითხი შეიძლება ითქვას ელექტროენერგეტიკული ბაზრის განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია. იმენად რამდენადაც, როდესაც ჩვენ გადავედით უკვე ესე ვთქვათ საბაზრო ურთიერთობებზე, მოახდინეთ ესე ვთქვათ დამოუკიდებელი რეგულატორის ესე ვთქვათ დაფუძნება, ეს მას ნიშნავს, რომ თანდათან ბაზარი უნდა გადავიდეს იმ პრინციპებზე, რომლითაც ზოგადად იმართება ბაზარი. თუმცა ელექტროენერგეტიკული ბაზარი გახლავთ ასე ვთქვათ სპეციფიური ბაზარი, შესაბამისად მასში არის როგორც ასე ვთქვათ კონკურენტული, ასევე არაკონკურენტული და ბუნებრივი მონოპოლიის შემცველი საქმიანობები, კერძოდ ბუნებრივი მონოპოლიის შემცველი საქმიანობები გახლავთ ელექტროენერგიის განაწილება და გადაცემა, რაც საქსელო ასე ვთქვათ საქმიანობასთან არის დაკავშირებული და ამ სექტორის დერეგულირება, რა თქმა უნდა, არ იგეგმება, ამ ტიპის საწარმოების დერეგულირება არ იგეგმება და შესაბამისად თუ ტარიფის სტრუქტურაში ჩავხედავთ, რომელიც მოიცავს როგორც გენერაციის ნაწილს, ასევე ასე ვთქვათ გადაცემისა, განაწილებისა და დისპეჩერიზაციის ნაწილს, აქ საუბარი არის მხოლოდ გენერაციის და მიწოდების ნაწილის გათავისუფლებაზე. შესაბამისად კონცეფციაზე მუშაობისას, ანუ ამ შემთხვევაში არსებობს თუ არა მაგალითი, რომელი გამოცდილების გაზიარებაც მოხდება და აი ამ შემთხვევაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი, რადგანაც მოსახლეობა ახსენეთ, მე მაინტერესებს მოსახლეობასთან მიდგომების კუთხით რა შეიცვლება. რა თქმა უნდა, ეხლა ველოსიპედის გამოგონება ნამდვილად არ ხდება, ეს არის ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, განვითარება ბაზრისა და მისი პერმანენტული გახსნა, როგორც წესი უმეტეს ქვეყნებში, სადაც მოხდა სტრუქტურული ცვლილებები და ვერტიკალურად ინტეგრირებული კომპანიების დაშლა, შესაბამისად ხდებოდა, ასე ვთქვათ, ლიბერალიზაციის გარკვეული ეტაპების გავლა, რაც რა თქმა უნდა ჩვენს გასავლელი გვაქვს და აღმოსავლეთ ევროპა, ასე ვთქვათ, საბჭოთა სივრცე, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით მიდის და თუნდაც თუ გავიხსენებთ ჩვენ მას, რომ ჩვენ ასოცირების ხელშეკრულების მხარე ვარ და გვაქვს გარკვეული ვალდებულებები, ერთ-ერთ ვალდებულებად შეიძლება ისიც ჩაითვალოს, რომ უნდა ვიყოთ შესაბამისობაში მესამე ენერგეტიკულ პაკეტთან, სადაც არის ფუძემდებლური დირექტივა 2972 და ის გასაზრდელად სანამ დაუბრუნდები ასპექტს, ანუ ამ შემთხვევაში მოსახლეობასთან მიმართებაში რა შეიცვლება, მე მინდა კითხო, ანუ ლიბერალიზაცია ახსენეთ ამ შემთხვევაში და კომპანიები მაშინ აი რამდენადაც ხვდები კონცეფციურად თვითონ გააკეთებენ არჩევანს და პრიორიტეტების აწონდაწონას იმის ფსიაფის მიხედვით ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში არჩევანს აკეთებს არა მომსახურების გამწევი კომპანია, არამედ პირიქით მომხმარებელი. სწორედ ამაში მდგომარეობს კონცეფციის ძირითადი აქცია, რომ მომხმარებელს ჰქონდეს არჩევანის უფლება. ჩვენ შემთხვევაში, როდესაც ბაზარი არ არის გახსნილი და მომხმარებელს როგორც მიწოდების, ასევე განაწილების საქმიანობას და მომსახურებას უწევს ერთი კომპანია, რომელსაც აქვს შეიძლება ასე ვთქვათ, გაბატონებული მდგომარეობა ბაზარზე, არჩევანის საშუალება არ არის. ამიტომ ესე იგი ამ შემთხვევაში განაწილების საქმიანობა, ან თუნდაც ავიღოთ მარტივ მაგალითი დავუშვათ თელასი, რომელიც აწვის ელექტროენერგიას თბილისის მოსახლეობას, მას რა თქმა უნდა საქსელო მომსახურების ვალდებულება დარჩება, თუმცა ელექტროენერგიის მიწოდების უფლება ექნება სხვა იურიდიულ პირებსაც. ანუ ესე იგი რამდენადაც
ცნობილია პრინციპში და რამდენად კონცეფციიდან იკვეთება. ამ შემთხვევაში იურიდიულმა პირებმა შეიძლება რომ უფრო იაფი მომწოდებლები ნახონ და ამ შემთხვევაში ელექტროენერგია პირდაპირ ელექტროსადგურებიდანაც წამოიღონ, ანუ კონცეფცია. რა თქმა უნდა, ჩვენს კანონმდებლობაში არსებობს ესეთი ნორმა, რომელიც დაკავშირებული არის მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურიდან ელექტროენერგიის შეწყიდვის შესაძლებლობას, რაც აქვს ჩვენ საცალო მომხმარებელს, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ამ შემთხვევაში მთავარი არგუმენტი და მთავარი მამოძრავებელი ძალა იმისი, რომ ესე ვთქვათ, მომხმარებელმა ეძიოს მომწოდებელი არის, ესე ვთქვათ, გენერაციის ობიექტების შემდგომი განვითარება, იმისათვის, რომ მომხმარებელს ჰქონდეს არჩევანის გაკეთების საშუალება. დაკლავიდებურად დაუბრუნდები ჩემს მიერ დაპირებულ, ასე ვთქვათ, მოსახლეობასთან მიმართებაში რა შეიცვლება, ანუ ამ საკითხს. რეალურად ეს ყველაფერი შეიძლება თუ არა არსებობს თუ არა იმის ალბათობა, რომ მოსახლეობას გაეზარდოს ტარიფი. მოდით ასე შევთანხმდეთ, გახსნა, ბაზრის გახსნა, ლიბერალური ვთქვათ, ურთიერთობების დამკვიდრება ბაზარზე, ეს არის პერმანენტული პროცესი, რომელიც დაახლოებით ასე ვთქვათ, ნორმალურ პირობებში 10 წელი გრძელდება. შესაბამისად, არსებობს ეგრეთ წოდებული გარდამავალი მოდელები, სადაც განსაკუთრებით მოწყვლადი სეგმენტი მომხმარებლებისა ხდება სახელმწიფო დაცვის ქვეშ. ამ შემთხვევაში შეიძლება თუ ასეთ სეგმენტად განსაზღვრავთ საყოფაცხოვრებო მომხმარებელს, მაშინ შეიძლება არსებობდეს ეგრეთ წოდებული საზოგადოებრივი მიმწოდeblis ინსტიტუტი, რომელიც გაერთიანებს სახელმწიფო გენერაციის საშუალებებს და ესე ვთქვათ, საყოფაცხოვრო მომხმარებელს ექნება რეგულირებული ტარიფები, რომლის გენერაციის ნაწილს, ასე ვთქვათ, შეავსებს საზოგადოებრივი მიმწოდებელი. ნუ ამ შემთხვევაში იცით თქვენ, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებობს გენერაციის გარკვეული წყაროები, რომელთა საშუალებით შესაძლებელია ტარიფის გარკვეულად დარეგულირება და შენარჩუნება გარკვეულ დონეზე. რაც შეეხება დანარჩენ სეგმენტს, რა თქმა უნდა, მას შეიძლება მიეცეს იმის შესაძლებლობა, რომ გავიდეს კონკურენტულ ბაზარზე და მონახოს უფრო იაფი ან უფრო მისაღები მისთვის მომწოდებელი. კი ბატონო, ნუგზარ, ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენთან ბიზნეს კონტაქტზე. მაყურებელს შევახსენებ სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორი ბატონი ნუგზარ ბერიძე. პასუხობდა ჩვენს კითხვებს.